რესტავრატორი მერი ახობაძე უკვე 50 წელია ამ ურთულეს საქმეს ეწევა. ახლა ის რესტავრაციას 1696 წლით დათარიღებულ შაჰ სულთან ჰუსეინის ფირმანს, ანუ ბრძანებულებას უკეთებს. ეგრეთ წოდებულ ქაღალდსაფუძვლიან დოკუმენტებს უკანა მხარეს დაზიანებული ქაღალდის ერთი ფენა შორდება, იწმინდება ლაქებისგან და ბოლოს უახლესი და მაღალი ხარისხის იაპონური ქაღალდი ეწებება. ამგვარად რესტავრირებული ფორმით ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტები კიდევ საუკუნეებს გაუძლებს. იმდენად დააზიანა, რომ ამიტომ ეს დოკუმენტი უნდა გავანთავისუფლოთ ამ შრეშისაგან, მოვწმინდოთ ეს ადგილები და ამ მოწმენდის შემდეგ უნდა დავსვათ ეს დოკუმენტი ახალ ფუძეზე. და ახალ ფუძეზე დასმისთვის ვიყენებთ იაპონურ ქაღალდს. იმდენად დაზიანებულია, ტექსტი შლადია, ვიხდება ტექსტის გამაგრება და შემდეგ ამ ქაღალდების მოცილება და დოკუმენტის ახალ ფუძეზე დასმა და ფუძეზე დასასმელად ხმარობთ იაპონურ ქაღალდს. ნაზი ქაღალდია და საერთოდ ეს საბუთი გამოიყურება უფრო სრულფასოვნად. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში სპარსული საბუთების კოლექციიდან 64 დოკუმენტის საფუძვლიანი რესტავრაცია ჩატარდა. მათ შორის არის შაჰის ბრძანებები, ოქმები, ნასყიდობის წიგნები, წერილები, სავაჭრო გარიგებათა ხელწერილები, არზები, შაჰის ან საქართველოს მეფის რეზოლუციებით. რესტავრირებული სპარსული დოკუმენტებიდან ყველაზე ძველი 1627 წლით დათარიღებული შაჰ-აბას პირველის ფირმანია, სადაც შესავალი ნაწილი ოქროთია მოვარაყებული. ტექსტის თავზე კი დასმულია შაჰის მრგვალი ბეჭედი წარწერით სიწმინდის ხელმწიფის მონა აბასი. აი ერთ-ერთი დოკუმენტი შაჰ-აბასის ფირმანი, რომელიც თარიღდება 1627 წლით და რომლითაც მან გარკვეული უფლება მიანიჭა ერთ-ერთ ქართველ თავადს. და ასეთი ტიპის დოკუმენტი 60 ასეთ უძველეს და უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს ჩაუტარდება საფუძვლიანი რესტავრაცია, რათა მან კვლავ გაუძლოს იმ საუკუნეებს, როგორც აქამდე უძლებდა. 64 რესტავრირებული სპარსული დოკუმენტიდან ეს ერთადერთი ეტრატზე შესრულებული ბრძანებულებაა, რომელიც 1812 წლით თარიღდება. დანარჩენი ოქმები ქაღალდსაფუძვლიან დოკუმენტებს წარმოადგენს. ეროვნული არქივის სპარსული საბუთების კოლექცია სულ 1227 დოკუმენტს მოიცავს, რომლებიც მე-16-მე-19 საუკუნეებს მიეკუთვნებიან. აღნიშნული საარქივო მასალიდან პირველ ნაწილს რესტავრაცია 2009 წელს ჩაუტარდა. ეს კი უკვე აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპია. ურთულესი შრომის შედეგად სპარსული დოკუმენტების აღდგენა რესტავრატორთა ჯგუფმა თითქმის დაასრულა.